ამოცანა ნომერი 7. ყავს სამი გვირი, ჯონდო, ბონდო და ბელმონდო, მათ თითოეულ მათგანს აქვს გარკვეული თანხა. პირველ ეტაპზე ჯონდომ და ბონდომ მისცეს ბელმონდოს თავთავიანთი თანხების 1/2, შემდეგ ბონდომ და ბელმონდომ თავიანთი თანხების 1/3 მისცეს ჯონდოს და ბოლოს ჯონდომ და ბელმონდომ თავიანთი თანხების 1/4 მისცეს ბონდოს, რის შედეგადაც მათ თანხები გაუთანაბრდათ და ჩვენ დავადგინოთ თავიდან ვის ჰქონდა ყველაზე მეტი თანხა. აი ეს ამოცანა წინა ამოცანის მსგავსად, აქაც ამოცანის პირობის თანახმად და რაღაც სქემა უნდა ავაგოთ, სადაც ეს გადაცემა, გადმოცემის შედეგად მიღებული თანხები აისახება. მოდით გავაკეთოთ ასე. ყავს ჯონდო, ყავს ბონდო და ყავს ბელმონდო. ეს იყოს პირველი მოქმედება, მეორე მოქმედება, მესამე მოქმედება. თითოეულ მათგანს ჰქონდა რაღაცა თანხა. რა მოხდა პირველ სვაზე? ჯონდომ და ბონდომ გასცეს თავისი თანხების 1/4. შედეგად ბელმონდოს თავისი თანხა გაიზარდა. არ ვიცით რამდენად. მათ გაუხდათ რაღაც თანხები. ამის შემდეგ ბონდომ და ბელმონდომ გასცეს თავიანთი თანხების 1/3. და ეს თანხა მისცეს ჯონდოს, ანუ მას თანხა გაიზარდა. და ბოლოს ჯონდომ და ბელმონდომ გასცეს თავიანთი თანხების 1/4. ეს თანხები მიიღო ბონდომ, ანუ მას თანხა გაიზარდა. ბოლოს დაუბრუნდათ რაღაც თანხა. არ აქვს მნიშვნელობა რა თანხა დაუბრუნდათ თითოეულს, აი ამ მიღებულ თანხას, თითოეულის მიღებულ თანხას დავარქვათ რაღაც 1/1. 1 სიდიდე. დავაკვირდეთ ბოლო მოქმედებას, ჯონდომ გასცა 1/4, ბელმონდომაც გასცა 1/4. რას ნიშნავს 1/4-ის გაცემა? ქონდა x-ი, გასცა 1/4 x-ი და დარჩა 3/4 x-ი. ანუ 1/4-ის გაცემის შემდეგ რჩება 3/4 და ეს დარჩენილი 3/4 შეადგენს 1-ს. რაღაც x-ის 3/4 შეადგენს 1-ს. რას უდრის x-ი? x-ი უდრის 1 გავყოთ 3/4-ზე, ანუ 4/3. ესე იგი ჯონდოს ბოლო გაცემამდე ქონია 4/3. ანალოგიურად ბელმონდოსაც ქონია 4/3. თუ დავაკვირდებით, თავისი წილის 1/4 გასცეს, მაგრამ რიცხობრივად ეს არის 1/3, რადგანაც 4/3-დან 1 რომ მიიღეს, რიცხობრივად x იყო 4/3, x minus 1/4x-ი, ეს არის 4/3-ს გამოვაკლოთ 1/4-ჯერ 4/3, ანუ 4/3-ს გამოვაკლოთ 1/3. ანუ წილობრივად 1/4-ები გასცეს, მაგრამ რიცხობრივად ეს იყო 1/3. ანუ 1/3 ამან გასცა, 1/3 ამან გასცა, ესე იგი ბონდომ მიიღო 2/3. ანუ რაღაც თანხა ჰქონდა, მიიღო 2/3 და გაუხდა 1. ეს ნიშნავს, რომ მანამდე ბონდოს ჰქონია 1/3.
ახლა გადავიდეთ ამის წინა ეტაპზე. ბონდომ გასცა თავისი თანხის 1/3. რადგანაც x-ი უკვე გამოყენებული გვაქვს, მოდით y-ი ავიღოთ, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჰქონდა y-ი, გასცა 1/3 y-ი და დარჩა 2/3 y-ი. აი, ბონდო. და ეს მივიღეთ 1/3. რას უდრის y-ი? y-ი უდრის 1/3 გაყოფილი 2/3-ზე და ეს არის 1/3 გავავრავოთ 3/2-ზე, ანუ 1/2. ანუ ბონდოს ამ მოქმედებამდე ქონია 1/2 თანხა. რა ხდებოდა ბელმონდოსთან, სანამ გასცემდა თავის 1/3-ს? დაუშვათ მას ჰქონდა რაღაცა z თანხა, გასცა თავისი 1/3 დარჩა 2/3 z და ამის შედეგად დაუგროვდა 4/3, დარჩა 4/3. მივიღეთ რომ z უდრის 4/3 გაყოფილი 2/3-ზე, ანუ 4/3 გავავრავოთ 3/2-ზე და ეს არის 2. ანუ მას ჰქონია 2. მაგრამ რამდენი მიიღო ჯონდომ? 1/2 ჰქონდა ბონდოს და 1/3 დარჩა. ანუ ბონდოსგან ჯონდომ მიიღო 1/2-ს მინუს 1/3. რაც არის 1/6, ხოლო ბელმონდოსგან მიიღო 2-ს მინუს 4/3. და ეს არის 2/3. 2/3 და 1/6 ერთად ეს არის 5/6 და ჯონდოს ამ ორი ადამიანისგან მიუღია 5/6. რის შედეგადაც გაუხდა 4/3. ანუ რაღაცა თანხა ჰქონდა, მიიღო 5/6, გაუხდა 4/3. რა თანხა ჰქონია მანამდე? 4/3-ს გამოვაკლოთ 5/6, მიიღება 3/6, ანუ 1/2. ესეც ერთი სვლის შემდეგ ასეთი სურათი მიგვიღია. აქ უკვე გამარტივდა სურათი. ჯონდომ თავისი ნახევარი მისცა ბელმონდოს და დარჩა ნახევარი. ანუ და ეს ნახევარი შეადგენს 1/2-ს, ესე იგი მანამდე ქონია 1. ბონდომაც იგივენაირად თავისი ნახევარი მისცა ბელმონდოს და დარჩა თვითონ 1/2. ესე იგი მანამდე ქონია 1 და ბელმონდომ 1/2 მიიღო ჯონდოსგან, 1/2 ბონდოსგან, ანუ სულ 1 წილი მიიღო და გაუხდა 2 წილი. ანუ მანამდე ქონია 1. ამ შემთხვევაში წილი და ერთეული დაემთხვა ერთმანეთს. მივიღეთ რომ თავიდანაც მათ ასე ვთქვათ თანაბარი თანხები ქონდათ და არავის სხვაზე მეტი არ ქონდა. თუმცა ამ მოხსნაში ასე ვთქვათ წილად რიცხვებში მოქმედებები, რომელი წილია, რომელი რიცხობრივია, ძალიან რთული აღსაქმეა. ამიტომ ჩვენ ამ ამოხსნის შემდეგ ვცადოთ მეორე გზით ამოხსნა, სადაც გავითვალისწინებთ ერთ რამეს. დავაკვირდეთ თუ სადმე წილად რიცხვებზე გადავედით, ყველგან დავჭირდა ან 1/2, ან 1/3. წილად რიცხვებში რომ არ მოგვიწიოს მუშაობა და შედარებით გასაგები იყოს ეს ყველაფერი, ამიტომ უნდა შევარჩიოთ საბოლოო თანხად ისეთი თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიყოფა 3-ზეც, გაიყოფა 2-ზეც. მოდით ჯერ კიდევ დავაკვირდეთ ამ სქემას, შემდეგ წავშლი და ჩავწეროთ იმის გათვალისწინებით, რომ საერთო თანხა უნდა იყოფოდეს 6-ზე, ანუ 2-ზე და 3-ზე. მოკლედ შევადგინეთ ისევ იგივე სქემა რაც თავიდან და ამჯერად არათუ 1 მთელი დავარქვათ
თითოეული მათგანის საბოლოოდ მიღებულ თამხას, არამედ დავარქვათ ისეთი რიცხვი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიყოფა 2-ზეც და გაიყოფა 3-ზეც. რიცხვი, რომელიც 2-ზეც იყოფა და 3-ზეც იყოფა, უნდა იყოს 6-ის ჯერადი და ამ თანხას დავარქვათ 6x ლარი. აი ეს. მოდი ჩავნიშნოთ. ჯონდომ რომ გასცა 1/4, დარჩა მას 3/4, ამაზე უკვე ვისაუბრეთ წინა ამოხსნაში. ანუ 3/4, აი ეს 6x არის ამ თანხის 3/4 ნაწილი. 3/4 ნაწილი თუ 6x-ია, 1/4 ნაწილი იქნება რამდენი? ამის მესამედი, ანუ 2x. ხოლო მთლიანი თანხა იქნება რამდენი? 2x გასცა, დარჩა 6x, ესე იგი 8x ქონია. ესე იგი ეს 1/4 რო დააკრდა, იყო 2x. ანუ ნახეთ, შავად წერია წილადი ნაწილები, ხოლო წითლად წერია მათი რიცხობრივი მნიშვნელობა. იგივე აქაც. ესე იგი ეს 6x ვიმეორებ, იგივეა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს 6x, აი ეს 6x 1/4-ით შემცირების შედეგად თუ არის, ეს არის 3/4 ნაწილი. ანუ 1/4 ნაწილი რითაც შემცირდა არის 2x და მანამდე თანხა იყო 8x. ნახეთ? ქონდა 8x, გასცა მისი 1/4, ანუ 2x და დარჩა 6x. აქაც ქონდა 8x, გასცა მისი 1/4, 2x და დარჩა 6x. მოკლედ, ჯონდომ გასცა 2x, ბელმონდომ გასცა 2x, ანუ გასცეს მათ 4x და ეს 4x მიიღო ბონდომ. რის შედეგად მათ დარჩა 6, გავხდა 6x. 4x-ის მიღების შემდეგ თუ 6x გავხდა, ესე იგი მანამდე ქონია 2x თანხა. ძალიან კარგი. გადავიდეთ წინა ეტაპზე. თანხები გასცეს ამ ეტაპზე ბონდომ და ბელმონდომ. ბონდომ გასცა 1/3 და ამის შედეგად გავხდა 2/3, ანუ წილობრივად ეს არის 2/3 ნაწილი. ესე იგი 1/3 ნაწილი ყოფილა 2x, 2/3 თუ 2x-ია, 1/3 იქნება x. ესე იგი მანამდე მას ქონია 3x. აბა დავაკვირდეთ. 3x-დან გასცა 1x, მესამედი. ის 2x და 2x ლარებია, ხო? დიახ, ესე წითლად რა წერია ლარებია. ლარი. ახეთ, აქაც 3x ლარი. 3x-ის 1/3, ანუ x გასცა და გავხდა 2x. აქ ყველაფერი კარგად. აქ გასცა 1/3 თავისი თანხის, ანუ ეს დარჩენილი 8x არის 1/3 ნაწილი, 2/3 ნაწილი. 2/3 თუ 8x-ია, 1/3 ყოფილა 4x. და 4x-ის გაცემის შემდეგ თუ 8x დარჩა, ესე იგი მანამდე ქონია მას 12x. აბა დავაკვირდეთ. 12x ლარი და გასცა მისი 1/3, ანუ 4x და დარჩა 8x. ყველაფერი სრულია. აქაც 3x-დან გასცა მისი 1/3, ანუ x და დარჩა 2x. მივიდეთ რომ ბონდომ და ბელმონდომ გასცეს x და 4x, ანუ 5x. ესე იგი ეს თანხა 5x მიიღო ჯონდომ, რის შედეგადაც გავხდა 8x. 5x გაზრდილი რომ გახდეს 8x, ესე იგი მანამდე ყოფილა 3x ლარი. ანუ
გადავიდეთ საწყის ეტაპზე. ჯონდომ გასცა 9 და დარჩა 3x. ესე იგი მანამდე ქონია 6x. იგივენაირად ბონდომ გასცა თავისი 9 და დარჩა 3x. ესე იგი მასაც 3x გაუწია და 6x ლარი ქონია. ხოლო ბელმონდომ ჯონდოსგან 3x, ბონდოსგან 3x, სულ 6x მიიღო. და გავხდა 12x, ესე იგი მანამდე ქონია 6x ლარი. პირველად, რა თქმა უნდა, იგივე სურათი, რაც წინა ამოცანაში, იმიტომ რომ წინა ამოცანა სწორი იყო, ესეც სწორია და პასუხი ორივე შემთხვევაში ცხადია ერთი და იგივე იქნება. პასუხი თავიდანაც თანაბრად ქონდა 3x. გადავიდეთ მერვე ამოცანაზე, მერვე ამოცანა ასეთია. ვანო და გოგი არიან მხატვრები, ისინი ხატავენ ნახატებს. ვანო ერთი ნახატის დახატვას ანდომებს 4 დღეს, მაგრამ ყოველი ნახატის შემდეგ 2 დღე უნდა შეისრულოს. ხოლო გოგი ერთი ნახატის დახატვას ანდომებს 5 დღეს და ყოველი ნახატის შემდეგ 3 დღე უნდა შეისრულოს. მათ გამოფენამდე დარჩენილია 100 ნახატი აქვს შესასრულებელი და რამდენი დღე დასჭირდებათ გამოფენისთვის 100 ნახატის შესაქმნელად. ასეთ ამოცანებში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ვანოს რაღაცა პერიოდი, რომ მუდმივ სიდიდეს აკეთებს. ანუ კერძოდ რომ ვთქვათ, რომ რაღაც ყოველ რაღაც დღეების რაოდენობაში ამზადებს ამდენ ნახატს. ჩვენ რო ვთქვათ ვანოზე, რომ ყოველ 4 დღეში ამზადებს ერთ ნახატს, ეს არ იქნება მართალი, იმიტომ რომ ყოველ 4 დღეში ვერ დაამზადებს ნახატს, პირველ 4 დღეში დაამზადებს ნახატს, შემდეგ 2 დღე დაისვენებს და 8 დღეში ერთ ნახატს ვერ მოასწრებს. ამიტომ ჩვენ რაღაც ციკლი უნდა ვიპოვოთ, სადაც ვანო ყოველ გარკვეულ დროში ერთ ნახატს ამზადებს. ამისათვის ჩვენ უნდა ვნახოთ, რა დროის მერე იმეორებს ვანო თავის მოქმედებას. ანუ სულ დახატვა შესვენება ჯამში ვანოს ჭირდება 6 დღე, ხოლო გოგის ჭირდება 8 დღე. აი ახლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველ 6 დღეში ვანო ამზადებს ერთ ნახატს და კიდევ 2 დღე ისვენებს. გოგი ყოველ 8 დღეში აკეთებს ერთ ნახატს და 3 დღე ისვენებს, ხო? მაგრამ 6 დღეში. ამ 8 დღეში ისვენებს. ხო, ამ 8 დღიდან 3 დღე ისვენებს. მაგრამ ჩვენ ვანოს შემთხვევაში გვაქვს 6 დღიანი მონაკვეთები, გოგის შემთხვევაში გვაქვს 8 დღიანი მონაკვეთები და ესენი ყოველთვის ერთმანეთს ვერ გაუსწორდება, ასე ვთქვათ, დროის ერთი და იგივე ერთეულში ყოველთვის ვერ დავჭირდა 8 დღიანი მონაკვეთება და 6 დღიანი მონაკვეთება. ამიტომ უნდა ვიპოვოთ დროის ისეთი შუალედი, რომელიც დაიჭრება 8 დღიან მონაკვეთებადაც, 6 დღიან მონაკვეთებადაც. ასეთი არის რა რიცხვი? დაუშვათ არის, ანუ უნდა იყოს 6 დღეები, ანუ 6 ჯერადები, 8 დღეები, ანუ 8 ჯერადები და გამოვიდა 6-ისა და 8 საერთო ჯერადი დროის მონაკვეთი გჭირდება. მათი უმცირესი საერთო ჯერადი არის 24, ამიტომ ვნახოთ 24 დღეში რომელი მათგანი რისი მაქნისია. ანუ 24 დღეში ვანო დაამზადებს რამდენს? 24 დღეში არის 4 ცალი 6 დღიანი შუალედი, ანუ დაამზადებს 4 ნახატს. ხოლო იგივე 24 დღეში გოგი
დაამზადებს რამდენი ნახატს? 24 დღეში არის 3 ცალი 8 დღიანი შუალედი, ამიტომ 3 ცალ 5 დღიან ნაშრომს, ანუ 3 ნახატს შეასრულებს. ორივეს ერთად დაუგროვდება 7 ნახატი. მაგრამ 7 ნახატი არ არის საკმარისი გამოფენისთვის, ჩვენ გვჭირდება 100 ნახატი. ამიტომ ეს 7 ნახატის შექმნის პერიოდი უნდა გავამრავლოთ რაღაც სიდიდეზე. მაგრამ 100 ნახატის მისაღებად რამდენი 7 ნახატი გვჭირდება, ეს არის გასაუბრებელი. ამისათვის გავიგოთ 100 რამდენი 7-ეულისგან შედგება, ანუ 100 გავყოთ 7-ზე, მიიღება 14 და ნაშთი 2. ანუ ჩვენ დაახლოებით გვჭირდება 14 ცალი 24 დღიანი შუალედი. 14 ცალი 24 დღიანი შუალედი არის 14 გავამრავლოთ 24-ზე. ეს რამდენი იქნება? 326 თუ ავწდები, მე მგონი ავწდები. 326 დღეში ისი 14 ცალ 24 დღიან შუალედში დაამზადებენ 14 ცალ 7 ნახატს. ანუ 14 ჯერ 7 ნახატი. 14 ჯერ 7 არის 98. ანუ 326 დღეში მივიღეთ 98 ნახატი. და ამ მომენტისთვის ვანოთ დასვენებული იქნება და გოგის დასვენებული იქნება, რადგანაც ყოველი 6 დღიანი შუალედის ბოლო 2 დღე ისვენებს ვანო, ყოველი 8 დღიანი შუალედის ბოლო 3 დღე ისვენებს გოგი. დარჩა 2 ნახატი, ნახეთ, ესე დროის შუალედი დავხატოთ. ეს იყო 326 დღე. შექმნილია 98 ნახატი. ორივე დასვენებულია. ერთი მომდევნო თავის ნახატს შეასრულებს 4 დღეში, ხოლო მეორე თავის მომდევნო ნახატს შეასრულებს 5 დღეში. 100 ნახატი შესრულდება აი ამ საზღვარზე. ამ მომენტისთვის გასული იქნება 326-ს დამატებული 5, ანუ 341 დღე. ასუხი 341 დღე. მეცხრე ამოცანა. სამ ქალაქში სულ 24,000 მაცხოვრებელია. პირველი ქალაქის 1/3 ცხოვრობს ცენტრში, მეორე ქალაქის 2/5 ცხოვრობს ცენტრში და მესამე ქალაქის 2/7 ცხოვრობს ცენტრში და თითოეული ქალაქის ცენტრებში, ასე ვთქვათ, თანაბარი რაოდენობის მოსახლეობაა. მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ამ ამოცანას შეცდომით ხსნის და იწყებენ ასე არ აქცევენ ამოცანის პირობას ყურადღებას და პირდაპირ ითვლიან 24 ქალაქის 1/2-ს, 24 ქალაქის 2/5-ს, 24,000-ის 2/7-ს და ასე შემდეგ. რასაც ასე ვთქვათ პირობასთან კავშირი არ აქვს. როცა მოცემულია ამოცანა წილად ნაწილებზე, რაღაცის ნაწილებზე, თავარი არის რისი ნაწილია მოცემული, რის ნაწილზეა საუბარი. ამიტომ დავაკვირდეთ პირველი ქალაქის ცენტრს. პირველი ქალაქის ცენტრი არის პირველი ქალაქის 1/2 და არამთლიანი მაცხოვრებლების. გავიგეთ? მეორე ქალაქის ცენტრი არის მეორე ქალაქის 2/5 და არამთლიანი, ან რომელიმე სხვა ქალაქის და მესამე ქალაქის 2/7 არის ცენტრი.
მესამე ქალაქის მოსახლეობის. მოსახლეობის. ასევე არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება 1/2, 2/5, 2/7 ამათზე რაიმე მოქმედებების ჩატარება, შეკრება და ასე შემდეგ, რადგანაც სხვადასხვა რაღაცის ნაწილებია. მაშინ რა ვქნათ? ამოსავალი წერტილი ამ ამოცანაში არის ის, რა აკავშირებს პირველ ქალაქს, მეორე ქალაქს და მესამე ქალაქს ერთმანეთთან. მათ ერთმანეთთან აკავშირებთ, მათი დამაკავშირებელი წინადადება ამოცანაში არის ის, რომ მათი ცენტრები არის თანაბარი მოსახლეობის. ანუ ამ პირველი ქალაქის ცენტრი, მეორე ქალაქის ცენტრი და მესამე ქალაქის ცენტრი არის თანაბარი. მოდით ამ თანაბარ სიდიდეს დავარქვათ ცვლადი, რომელსაც ხშირად ვიყენებ და მას ვუწოდოთ x. ანუ პირველი ქალაქის ცენტრიც x-ია, მეორე ქალაქის ცენტრიც x-ია და მესამე ქალაქის ცენტრიც x. x რაოდენობა. x რაოდენობა. მაშინ რა იქნება პირველი ქალაქი მთლიანად? პირველი ქალაქი, რომ გავამრავლოთ 1/2-ზე, ანუ მისი 1/2 ნაწილი უნდა იყოს x. მაშინ პირველი ქალაქი ყოფილა 2x. მეორე ქალაქის 2/5 ნაწილი არის x. რა ყოფილა მეორე ქალაქი? მეორე ქალაქი ყოფილა x-ი გავყოთ 2/5-ზე, ანუ x-ი გავამრავლოთ 5/2-ზე. და იგივენაირად მესამე ქალაქის 2/7 არის ასევე x. თვითონ მესამე ქალაქი ყოფილა რა? x-ი გავყოთ 2/7-ზე, ანუ x-ი გავამრავლოთ 7/2-ზე. აი ახლა დავადგინეთ სამი ქალაქის რიცხობრივი თანაფარდობა ერთმანეთთან. დიახ, შეკითხვა. ქალაქის მოწერთ ამ მოსახლეობას გულისხმობთ. ქალაქის მოსახლეობას გულისხმობთ, რა თქმა უნდა. ხო, პირველი ქალაქის მოსახლეობის რაოდენობებია აქ მოცემული. სამივე ქალაქში ერთად რამდენი ყოფილა? 2x, 5/2x და 7/2x. 2x დამატებული 5/2x დამატებული 7/2x. ეს იქნება 2x, 5x და 5/2x და 7/2x იქნება 12/2x. ანუ იგივე 6x და ეს გამოვიდა 8x. ანუ 8x ყოფილა სამივე ქალაქის მოსახლეობა და ასევე ამოცანის პირობის თანახმად 8x უნდა უდრიდეს 24,000. რა ყოფილა x-ი? x ყოფილა 24,000. გავხოთ 3-ზე და ეს არის 3,000. მაშინ გავხოთ 8-ზე. 8-ზე, რა? 24,000 გავხოთ 8-ზე. 3,000 და პირველი ქალაქი გამოვიდა რამდენი? 2x, ანუ 3,000 გავამრავლოთ 2-ზე 6,000. მეორე ქალაქი 5/2x, ანუ 5/2 გავამრავლოთ 3,000-ზე და ეს იქნება 5 × 3,000 15,000 გავყოთ 2-ზე 7,500. მესამე ქალაქი ისევ x-ი გავამრავლოთ 7/2-ზე, ანუ 7/2 × 3,000, 7 × 3,000 21,000, მისი ნახევარი 10,500. მოდით გადავამოწმოთ თითოეული ქალაქის ცენტრი რა იქნება.
6000 გავამრავლოთ 1/2-ზე 3000, 7500 გავამრავლოთ 2/5-ზე. ან შეიკვეცა, ან პირდაპირ გავამრავლოთ 15000 გავყოთ 5-ზე, ესეც 3000 და 10500 გავამრავლოთ 2/7-ზე. აქაც ალბათ ჯობია ჯერ 2-ზე გავამრავლოთ, მიიღება 21000, გავყოთ 7-ზე 3000. როგორც ხედავთ, ამ წარის პირობა სრულდება მათი ცენტრები, მოცემული მათივე წილადი ნაწილების მიხედვით. სამივე ქალაქის ცენტრი 3000-ია და თანაბარია, ხოლო თითოეული მათგანი 6000, 7500 და 10500 ჯამში ნამდვილად არის 24000. ესეც პასუხი. პირველი ქალაქი, მეორე ქალაქი და მესამე ქალაქი. მეათე ამოცანა ასეთია, რომ სამი რიცხვი გვაქვს, რომელთა ნამრავლით 3526 ტოლია და უდიდეს რიცხვს და საშუალო რიცხვს შორის განსხვავება ტოლია საშუალო რიცხვს და უმცირე შორის განსხვავებას. პირველ რიგში ჩდება კითხვა, რომ რისი ნამრავლი შეიძლება იყოს 3526. როგორც ვაკეთებთ ასეთ შემთხვევებში, დავშალოთ 3526 მარტივ ნამრავლებად, იმისათვის, რომ რა თანამამრავლებისგან შედგება ეს რიცხვი გავაკეთოთ. იყოფა 2-ზე, იქნება 1768, კიდევ იყოფა 2-ზე, იქნება 884, კიდევ იყოფა 2-ზე, იქნება 452, კიდევ იყოფა 2-ზე და იქნება 221. 221 უკვე 2-ზე აღარ იყოფა, 3-ზე არ იყოფა, 5-ზე არ იყოფა, 7-ზე იყოფა თუ არა არ ვიცით, ამიტომ გავიგოთ. 22-ში მოთავსდება 3-ჯერ, 11-ში 1-ჯერ და მორჩა ნაშთი 4. როგორც ხედავთ, 7-ზე არ იყოფა. იმედია აქ არ გადაწყვეტეთ, რომ ეს რიცხვი მარტივია, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მოსწავლეები გადაწყვეტენ, რომ მარტივია უკვე და ეს შეცდომა იქნებოდა. 7-ზე არ იყოფა, გავაგრძელოთ, შემდეგი მარტივი რიცხვი არის 11, 11-ზე არ იყოფა, 11-ზე გაყოფადობის ნიშნით, 2 და 1-ის ჯარი არც ტოლია შუა ციფრის და არც 11-ია განსხვავება. აი, მომდევნო მარტივი რიცხვი იყოფა თუ არა, ვნახოთ 13-ზე. მოთავსდება ერთხელ, 91-ში მოთავსდება 13 7-ჯერ და როგორც ხედავთ, იყოფა. ესე იგი 13 იღება 17 და 1. ესე იგი 4 ცალი 2-იანი, 1 13 და 1 17 ამ მარტივი თანამამრავლების ნამრავლი არის 3526. ამ სამი რიცხვის დასადგენად ეს 6 ცალი თანამამრავლი უნდა გადავანაწილოთ ამ სამ რიცხვში. ისე რომ განსხვავებები მათ შორის იყოს თანაბარი. სანამ უშუალოდ ამ რიცხვების განაწილებაზე გადავალთ, მანამდე ასე ვთქვათ, რაღაცეები გამოვიყუროთ. შეიძლება თუ არა, მაგალითად 13 და 17 ერთად აღმოჩნდეს რომელიმე ერთ-ერთ რიცხვში. 13-17 როგორც უკვე ვნახეთ, არის 221 და რომელიმე რიცხვში რომ ერთად აღმოჩნდეს, ის რიცხვი აღმოჩნდება არანაკლებ 221-ისა. ხოლო დანარჩენი ორი რიცხვი იქნება მაქსიმუმ მათი ნამრავლი იქნება 16, 1-16, 2-8, ან 4-4, ხო? აი 1-ჯერ
16 2-ჯერ 8, 4-ჯერ 4. სხვა ვარიანტი 16-ის მიღების არ არის და ამ წყვილებთან 221 უფრო დიდი რიცხვი რო იყოს, ცხადია განსხვავება ამათ შორის და ამათგან რომელიც არ უნდა ავიღოთ 221-თან თანაბარი ვერ იქნება. აქედან დავადგინეთ, რომ 13 და 17 ერთად არ არიან ერთ რიცხვში. ანუ პირველი დასკვნა 13 და 17 სხვადასხვა ჯგუფშია. ახლა გადავედით მეორე საკითხზე, რომ შეიძლება თუ არა სამივე რიცხვი იყოს კენტი. სამივე რიცხვი რომ კენტი იყოს, მაშინ ნამრავლიც კენტი გამოვა და ნამრავლი ამ დროს კენტი არ არის. ამიტომ სამივე რიცხვი კენტი არ შეიძლება იყოს. შეიძლება თუ არა იყოს ორი რიცხვი კენტი. ორი რიცხვი კენტი რომ იყოს, ეს ორი რო კენტი იყოს და ეს ლუცი, ნახეთ, მოდით გავიხსენოთ ასე. კენტი, კენტი, ლუცი, კენტი, ლუცი, კენტი, ან ლუცი, კენტი, კენტი. ან ორი რიცხვი კენტი შეიძლება ასე იყოს. ამ შემთხვევაში განსხვავება აქ ლუცია, აქ კენტი. თანაბარი ვერ იქნება. ამიტომ ეს შემთხვევა გამოირიცხა. ამ შემთხვევაში აქ განსხვავება კენტია, აქ ლუცია, ამიტომ ეს შემთხვევაც გამოირიცხა. ესე იგი, თუ ორი რიცხვი იქნება კენტი, მაშინ აუცილებლად კენტი, ლუცი, კენტი უნდა იყოს. თუ ერთი რიცხვი იქნება კენტი, მაშინ იქნება კენტი, ლუცი, კენტი, ლუცი, ლუცი, კენტი, ლუცი და ლუცი, ლუცი, კენტი. ეს სამი ვარიანტი იქნება. ამ შემთხვევაში განსხვავება კენტია, აქ ლუცია, ამიტომ ესეც გამოირიცხა, თანაბარი ვერ იქნება. აქ განსხვავება ლუცია, კენტია, თანაბარი ვერ იქნება. ანუ თუ ერთი რიცხვი მაქვს კენტი, მაშინ ასე უნდა იყოს. და შეიძლება იყოს სამივე ლუცი. ლუცი, ლუცი, ლუცი. ამავდროულად ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც ერთ ჯგუფში საერთოდ არ იყოს რიცხვები თავმოყრილი. ანუ რა უნდა იყოს მათ? თანამამრავლს თუ არ შეიცავს ისეთი. ანუ ერთიანი. შეიძლება თუ არა ამ რიცხვებიდან რომელიმე იყოს ერთიანი. ერთიანი თუ იქნება, უნდა იყოს უმცირესი. ხო? და უმცირესი თუ ერთიანი იქნება, ნახეთ, ეს შემთხვევა გამოირიცხა, ეს შემთხვევა გამოირიცხა, იმიტომ რომ ლუცი უნდა იყოს მაშინ უმცირესი და დარჩა ეს შემთხვევა. ანუ ლუცი ერთიანი თუ იქნება, უნდა იყოს აუცილებლად აქ. და უნდა იყოს აი ეს შემთხვევა. კენტი, ლუცი, კენტი. თუ ეს შემთხვევა, მაშინ პირველი რიცხვიც კენტი უნდა იყოს. და კენტი თუ იქნება, მაშინ ან 13 უნდა იყოს, ან 17. დანარჩენი თანამამრავლი ორიანი აქ არ უნდა მონაწილეობდეს. ესე იგი, ორებმა თავი აქ უნდა მოიყაროს. ანუ აქ უნდა იყოს 4 ცალი ორიანის ნამრავლი, 16 და 13 ან 17. ხო, აქ 17. ორი ვარიანტი გვაქვს. აქ 17 და 16 ჯერ 13, ან აქ 17, 13 და აქ 16 ჯერ 17. მაგრამ აბა დავაკვირდეთ, რანაირად გამოდის, რომ ეს რიცხვია უდიდესი და ეს საშუალო. რა თქმა უნდა, არ გამოდის. ესე იგი, შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ამ სამი რიცხვიდან არის ერთიანი, გამოირიცხა. ან მეორე დასკვნა არის, რომ ერთიანი არ არის არც ერთი. ძალიან კარგი. ახლა შეიძლება თუ არა საერთოდ ასეთი სიტუაცია გქონდეს. ასეთი სიტუაცია რო გქონდეს, კენტი და ლუცი რო იყოს და თან ერთიანი არ იყოს, ან კენტებიდან უნდა იყოს
ერთ-ერთი 17, ერთ-ერთი 13. 17 და 13 მაქსიმალური და მინიმალური როგორ განაწილდება? ეს იქნება 17, ეს იქნება 13. ხოლო ამ შუა საშუალო რიცხვში თავს მოიყრის 4 ცალი 2 არის ნამრავი და ეს იქნება 16. მართალია ამ რიცხვების ნამრავლი ნამდვილად არის 3526, მაგრამ მათ შორის განსხვავებები აქ 1, აქ 3 არ არის ერთმანეთის ტოლი. ანუ ეს შემთხვევაც მთლიანად გამოიქცა. მოდით განვიხილოთ ამ ორიდან რომელიმე, მაინც ყველა უნდა განვიხილოთ, იმიტომ თუ სადმე მივაგნებთ, პასუხს ეს არ იქნება ამ წამის დასრულება. მოდით განვიხილოთ სამივე ლუცი. განვიხილოთ ამ შემთხვევას. სამივე ლუცი რომ იყოს თითოეულ რიცხვში 1-2 არის, მაინც უნდა მონაწილეობდეს. ანუ აქ იყოს 2, აქ 2, აქ 2. კიდევ რაღაცები. კიდევ რაღაცები რაღა დარჩა? 1 ცალი 2-იანი, 1 ცალი 13 და 1 ცალი 17. 13 და 17 სად შეიძლება იყოს? ნუ არც ისე ბევრი ვარიანტი გვაქვს. შეიძლება 13 სადღაც დაემატოს, ან 13 აუცილებლად სადღაც იქნება 2-თან 2-ჯერ 13, 2-ჯერ 17, კიდევ 2-იანი და სად შეიძლება 2-იანი კიდევ დაემატოს? 2-იანი შეიძლება დაემატოს აქ, შეიძლება დაემატოს აქ, ან შეიძლება დაემატოს აქ. განვიხილოთ სამივე შემთხვევა. ანუ 2-ჯერ 2-ჯერ 13, 2-ჯერ 17 და 2, შემდეგ 2-ჯერ 2-ჯერ 17, 2-ჯერ 13 და 2, 2-ჯერ 13, 2-ჯერ 17 იქნება ყველაზე დიდი, 2-ჯერ 13 და 2-ჯერ 2. აი ეს სამი ვარიანტი გვაქვს სამი ლუცის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში რა რიცხვები გამოდის? 52, 34 და 2. ამ შემთხვევაში გამოდის 68, 26 და 2. ამ შემთხვევაში გამოდის 34, 26 და 4. ამ შემთხვევაში ცხადია ეს რიცხვები ისე ავაწყე, თითოეულ შემთხვევაში მათი მარტივი მომრავლება და ნაშალი არის 3 ცალი 2-იანი, 4 ცალი 2-იანი, 1 ცალი 13, 1 ცალი 17 და ცხადია რომ მათი ნამრავლი აუცილებლად იქნება 3526, მაგრამ მეორე პირობა რომ განსხვავებული ამ რიცხვებს შორის იყოს თანაბარი, ამ შემთხვევაში რა გამოდის განსხვავება 18 და 22. არ არის თორე. ამ შემთხვევაში 42 და 24, აქაც არ არის თოლი. ამ შემთხვევაში განსხვავება 8 და 22, აქაც არ არის თოლი. ანუ ეს შემთხვევაც გამოირიცხა. დაგვრჩა ეს შემთხვევა და თუ ამ ამოცანას საერთოდ გააჩნია პასუხი, აუცილებლად ასეთი უნდა იყოს. აი ეს შუა რიცხვი არის კენტი, ესე იგი უნდა იყოს ან 13, ან 17. ან 17. დოლარ გავყოთ. ზოგადად გავწერეთ 13 ქვევით 17. თუ 13 აქ არის, მაშინ 17 აქ იქნება, თუ 17 აქ არის, 13 აქ იქნება. და კიდევ ჩასამატებელი გვაქვს 4 ცალი 2 არის. ნუ 1 ცალი 2-იანი აუცილებლად უნდა იყოს აქ, რადგანაც ერთიანი ვერ იქნება. თითო ცალი 2-იანი აქაც უნდა იყოს, რადგანაც იქ კენტი რიცხვი არ არის, ლუცი უნდა იყოს. და დაგვრჩა კიდევ ჩასამატებელი 2 ცალი 2. მაგრამ მოდით ნახოთ ჯერ რა გვაქვს.
34, 13 და 2, 26, 13 და 2. და სადღაც რომელიღაც რიცხვთან, არა 13-თან, რადგანაც ეს კენტი უნდა დარჩეს, უნდა ჩაემატოს კიდე 2 ცალი 2. მოდით ნახოთ, ამ შემთხვევაში აქ განსხვავება უკვე არის 11 და ეს განსხვავება ვერანაირად ვერ გაიზრდება. აქ 17 უნდა იყოს, შეგვიძლია. ესე იგი, ნახეთ, აქ 11 უნდა იყოს განსხვავება, უნდა იყოს კი არა, არის უკვე და ეს განსხვავება აქ როორიანი ჩავამატოთ, თუ შემცირდება, თორე არ გაიზრდება. ხოლო აქ უკვე არის განსხვავება 21 და 200-ს აქ თუ ჩავამატებთ, მაშინ ეს განსხვავება კიდევ უფრო გაიზრდება. ანუ ორიანები აქ როგორც არ უნდა ჩავამატოთ, აქ ეს შემცირდება, ეს გაიზრდება. ანუ ვერანაირად ვერ გატანაბრდება. ამიტომ ეს შემთხვევა გამოირიცხა და დაგვრჩა ეს შემთხვევა. აქ განსხვავება ამ მომენტისთვის არის 15, აქ განსხვავება არის 9. თუ 200-ს ჩავამატებთ აქ 26-თან, მაშინ ეს განსხვავება გაიზრდება, მაგრამ როგორც ხედავთ, რომ გაიზრდება ეს განსხვავება, ანუ რამდენად შეიძლება გაიზარდოს, ნახეთ? 2-ზე თუ გავამრავლებთ, კიდევ ეს გახდება 52. ეს განსხვავება გაიზრდება 26 და გადააჭარბებს 15. ამიტომ აქ აღარ უნდა ჩაემატოს. ესე იგი, მივიღეთ სურათი, რომ აქ ორიანი ვერ ჩაემატება. აქ ორიანი ვერ ჩაემატება, იმიტომ რომ დავადგინეთ, რომ კენტი უნდა იყოს. ესე იგი, თუ სადმე ჩაემატება, აქ შეიძლება ჩაემატოს 2. აქ რომ ჩავამატოთ, რამდენი ორიანი გვაქვს ჩასამატებელი? 2 ცალი ორიანი. აქ მივიღებთ 8-ს და განსხვავება იქნება 9. და აი ჩვენი ამოცანაც ამოიხსნა და პასუხი ვიპოვეთ. ესე იგი, რა გამოვიდა? მივიღეთ, რომ ამ რიცხვებს შორის უდიდესი არის 26, საშუალო არის 17 და უმცირესი არის 8. პასუხი პირველი რიცხვი არის 26, მეორე რიცხვი არის 17 და მესამე რიცხვი არის 8. მე-11 ამოცანა, რომელიც ასეთია, უნდა ვიპოვოთ რიცხვი, რომელიც 13-ჯერ მეტია თავისავე ციფრთან ჯამზე. დავიწყოთ იმით, რომ ეს რიცხვი შეიძლება იყოს ერთნიშნა, შეიძლება იყოს ორნიშნა, სამნიშნა და ასე შემდეგ. მოდით თუ ერთნიშნა. ერთნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამი ისევ ეს ციფრია. ანუ ეს რიცხვი უნდა იყოს 13-ჯერ თავის ტოლი. რა თქმა უნდა, ასეთი რამე ნატურალურ რიცხვებში შეუძლებელია. ამიტომ ეს არ შეიძლება. ორნიშნა ორნიშნა რიცხვი, როგორც წერთ ხოლმე, AB თავზე ხაზიანი, რომელიც არის 10-ას დამატებული B, ანუ A ათეული და B ერთეული, უნდა იყოს 13-ჯერ მეტი მის ციფრთა ჯამზე, რომელიც არის A + B. თუ გავხსნით ჩხილს, მივიღებთ 10A + B უდრის 13-ას დამატებული 13B. თუ კარგად დავაკვირდებით, ავოვაჩენთ, რომ ტოლობის მარჯვენა მხარე აშკარად მეტია ტოლობის მარცხენა მხარეზე. აქეთ არის 10-ა და 1B, აქეთ 13-ა და 13B. ამიტომ აქ ტოლობა შეუძლებელია. გადავიდეთ სამნიშნა რიცხვებზე. აქ გამიხილოთ სამნიშნა რიცხვი A, B, C თავზე ხაზით, რომელიც შედგება 10 ასეულისგან, 100-ა
დამატებული b ცალი ათეულისგან, ანუ 10b და დამატებული c ერთეულისგან, ანუ c. ეს რიცხვი უნდა იყოს 13-ჯერ მეტი a plus b plus c-ზე, რომელიც არის მოცემული რიცხვის მცირთა ჯამი. აქ არ ჩანს ცალსახად, რომ რომელიმე მხარე უფრო მეტია, ამიტომ ვთქვათ, რომ ეს შესაძლებელია და დაუბრუნდეთ ამ შემთხვევას, მას შემდეგ რაც 4 ნიშნავს განვიხილავთ. 4 ნიშნა A, B, C, D 4 ნიშნა რიცხვი შედგება A 1000-ეულისგან 1000-ა, B 100-ეულისგან 100B, C 1000-ეულისგან და D 1-ეულისგან. ეს რიცხვი ტოლი უნდა იყოს, ანუ 13-ჯერ მეტი უნდა იყოს, 13 გავამრავოთ მის ციფრთა ჯამს. აქაც პირდაპირ არ ჩანს, რომ რომელიმე ცალსახად მეტია, მაგრამ 4 ნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამი მაქსიმუმ შეიძლება იყოს რამდენი? 9, 9, 9, 9, 36. 13-ჯერ 36. ამდენია 13-ჯერ 36, 360 და 108, 468. ანუ 4 ნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამი მაქსიმუმ შეიძლება იყოს 36, 13-ჯერ დიდი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 468 და როგორც ხედავთ, ეს 4 ნიშნა რიცხვამდე ვერ აღწევს. ანუ ესეც შეუძლებელია. თუ გადავალთ 5 ნიშნაზე ან უფრო დიდ რიცხვებზე, თვითონ 5 ნიშნა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, ხოლო მისი ციფრთა ჯამი 13-ზე გამრავლებული იმდენად არ გაიზრდება. ამიტომ შემდეგ 5 ნიშნა 6 ნიშნებზე გადასვლის შემთხვევაში მოცემული რიცხვი ბევრად მეტად გაიზრდება, ვიდრე ციფრთა ჯამი და ციფრთა ჯამის 13-ზე გამრავლებული ვარიანტი. ამიტომ ამ ტოლობის მარცხენა მხარე ბევრად გაასწრებს ტოლობის მარჯვენა მხარეს. ამიტომ ამას გაგრძელებას აზრი აღარ აქვს და დაგვრჩა შემთხვევა 3 ნიშნებზე. ამიტომ დავუბრუნდეთ 3 ნიშნა რიცხვებს, რამე თუ ასეთი საძებელი რიცხვი მხოლოდ 3 ნიშნებში არის შესაძლებელი იყოს. სამნიშნა რიცხვი დავწერეთ თავიდან A, B, C თავზე ხაზით. A 100-ული, ანუ 100-ა, B 10-ული, ანუ 10B და C 1-ული. ტოლი უნდა იყოს 13-ჯერ ციფრთა ჯამის A plus B plus C. გავხსნათ ჭრილი, მივიღებთ 100-ას დამატებული 10B და დამატებული C ტოლია 13-ჯერ A-ს დამატებული 13-ჯერ B და დამატებული 13-ჯერ C. აი ესეთი ტოლობა მივიღეთ. ახლა შევხედოთ, რომ ტოლობის ორივე მხარეს რაღაც ნაწილები არის ერთნაირი. მაგალითად, 1C-ს ორივე მხარე შეიცავს. აქედაც არის 1C და აქეთ 13-ია, მაგრამ 13C-ში 1C-ც ხომ არის, 1C და 12-ია ეს. ამიტომ მოდით ორივე მხარეს თუ ეს მარცხენა და მარჯვენა მხარე ერთმანეთის ტოლია, მაშინ თითო C რომ მოვაკლოთ, მაშინაც ტოლი იქნება. თითო C რომ მოვაკლოთ, იქნება 100-ას დამატებული 10B ტოლია 13-ას დამატებული 13B დამატებული 12C. ახლა შევნიშნოთ, რომ ასევე 10 ცალი B არის ორივე მხარეს. და ორივე მხარეს ისევ გამოვაკლოთ 10 ცალი B, ანუ ერთნაირი სიდიდეები და დაგვრჩება ისევ ტოლი 100-ას
და b აღარ დამრჩება, ტოლია 13-ას დამატებული 3b და დამატებული 12c. და კიდევ დაგვრჩა ერთნაირი ნაწილები ტოლობის ორივე მხარეს, აქეთ არის 100-ია, აქეთ 13. ანუ 13-ას ორივე მხარე შეიცავს და ორივე მხარეს გამოვაკლოთ 13-ა, მივიღებთ აქეთ 87-ია, ტოლია აქეთ აღარ დამრჩება 3b-ს დამატებული 12c. ნუ როგორც შეგვეძლო მაქსიმალურად გავამარტივებთ. თუმცა კიდევ შეიძლება ამის გამარტივება დავაკვირდეთ ტოლობის ორივე მხარე იყოფა 3-ზე. 87 თვითონ იყოფა 3-ზე, 15-იც და ჯამი. ხოლო აქეთ 3b-ც იყოფა 3-ზე, 12-ც იყოფა 3-ზე. მოდით ამის ეს გამოსახულება თუ ამ გამოსახულების ტოლია, ან მარცხენა მხარე ტოლია მარჯვენა მხარეს, მათი მესამედების ტოლი იქნება. რა იქნება 87-ია, რომ გავამესამედო, იქნება 29, ხოლო ტოლობის მარჯვენა მხარეს იქნება 1 ცალი b და 4 ცალი c. რა შეიძლება იყოს b-ს დამატებული 4c ყველაზე დიდი? ყველაზე დიდი თვითონ b შეიძლება იყოს 9, ხოლო c შეიძლება იყოს 9. ანუ მარჯვენა ნაწილის მაქსიმალური მნიშვნელობა არის 9 პლუს 4 ჯერ 9 და ეს არის 45. ანუ ამ ტოლობის მარჯვენა მხარე 45-ს ვერ გადააჭარბებს. რადგან ეს ვერ გადააჭარბებს 45-ს, მაშინ არც 29 უნდა გადააჭარბოს 45-ს. ანუ 29 არ აღემატება 45-ს. მაშინ რა შეიძლება იყოს აქ? აქედან გამომდინარეობს, რომ a ტოლია 1-ის. თუ a ტოლია 1-ის, მივიღეთ, რომ b პლუს 4c ტოლია 29-ის და მაშინ 4c უნდა უდრიდეს 29-ს გამოკლებული b-ს. დავაკვირდეთ, რომ 4c აუცილებლად იქნება 4-ის ჯერადებითი. ესე იგი 29 მინუს b უნდა იყოფოდეს 4-ზე. რა შეიძლება გამოვაკლოთ 29-ს, რომ ის იყოფოდეს 4-ზე? ანუ 29-ს შეიძლება გამოვაკლოთ, b შეიძლება იყოს 1, 29 მინუს 1 უდრის 4c-ს და აქედან c გამოვა რა? 7, b შეიძლება იყოს 5, 29 მინუს 5 უდრის 4c-ს და c გამოვა 6, b შეიძლება იყოს 9 და 29 მინუს 9 გამოვა 4c, c გამოვა 5. სამივე შემთხვევაში დადგენილია, რომ აუდრის 1-ს, ამ შემთხვევაში ABC გამოვა 1, B-ც 1 და C 7. ამ შემთხვევაში აუდრის 1-ს, B 5 და C 6 და ამ შემთხვევაში A ისევ 1-ია, B გამოვა 9 და C 5. მივიღეთ, რომ ეს სამი რიცხვია, რომელიც თავის ციფრთა ჯამზე 13 ჯერ მეტია. მოდით შევამოწმოთ. A17 უდრის 13 ჯერ უნდა უდრიდეს 1 პლუს 1 პლუს 7, ანუ 13 ჯერ 9 და ნამდვილად 100. შემდეგ A56 უნდა უდრიდეს 13 ჯერ 1 პლუს 5 პლუს 6, ანუ 13 ჯერ 12 და ნამდვილად 156-ის ტოლიდან და 195 უნდა უდრიდეს 13 ჯერ 1 პლუს 9 პლუს 5, ანუ 13 ჯერ 15 და ნამდვილად 195. პასუხი
ასეთი თურმე სამი რიცხვი არსებობს და ესენია 117, 156, 195. გადავიდეთ მე-12 ამოცანაზე. მე-12 ამოცანა ასეთია. ხუთმა მეგობარმა გიორგიმ, დავითმა, არჩილმა, ბაკურმა და დიმიტრიმ, რომლებიც არიან ქალაქებიდან თბილისი, ქუთაისი, ხაშური, ბათუმი და სოხუმი, ერთმანეთში მოაწყვეს საჭადრაკო ტურნირი. საჭადრაკო ტურნირი ითვალისწინებს, რომ ყველას ეთამაშა ერთხელ, ანუ წყვილ შორის თამაში ჩატარდა მხოლოდ ერთხელ. თამაში მოგებული მიიღებს ერთგულას, თუ ყაიმი იქნება თითეული მათგანი იღებს ნახევარგულას და თუ წააგებს ვინმე ის მიიღებს რა თქმა უნდა ნულგულას. მოცემულია პირობები რა მოხდა, რისგანაც ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველაფერი დანარჩენი. ყველამ დააგროვა განსხვავებული ქულა და არავის მოუგია 4 თამაში. ბაკურმა მოუგო იმას, ვისთანაც ერთადერთი თამაში წააგო დიმიტრიმ, ქუთაისელმა ერთადერთი თამაში მოუგო დავითს, არჩილმა ერთადერთი თამაში მოუგო ქუთაისელს, ხაშურელის შემდეგ ადგილზე გავიდა ბაკური, ბათუმელმა მოიპოვა 0.5 ქულა და თბილისელმა ნაკლები შედეგი აჩვენა ვიდრე სოხუმ. სანამ ამ ამოცანის ამოხსნაზე გადავალთ, გეტყვით, რომ ეს ამოცანა არის მე-12 ამოცანა თქვენს დავალებაში და თითქოს ყველაზე რთული ამოცანაა, მაგრამ თლად ასეც არ არის. ამ ამოცანას აქვს ესეთი უცნაურობა, ის შეიძლება ვერ ამოხსნას დასრულმა ადამიანმა, მე-12 კლასელმა მოსწავლემ და ამ დროს ეს ამოცანა შეიძლება ამოხსნას მეორე კლასელმა. რამ გამოიწვია ამ ამოცანის ასეთი უცნაურობა? ანუ ეს ამოცანა არ საჭიროებს რაღაც განსაკუთრებულ მათემატიკურ ცოდნას, უფრო მეტად აქ მოცემული არის დიდი რაოდენობის ინფორმაცია, რომელიც უნდა გავაანალიზოთ, ერთმანეთთან დავაკავშიროთ და სწორი დასკვნა გამოვიტანოთ თანმიმდევრული მსჯელობის შედეგად. რა არის ჩვენი მიზანი? ჩვენი მიზანი არის, რომ დავადგინოთ თითეული ტურნირის მონაწილე რომელი ქალაქიდან არის და რამდენი ქულა აიღო, ანუ რომელ ადგილზე გავიდა. დავიწყოთ. პირველ რიგში დავადგინოთ 5 მოთამაშეს შორის რამდენი თამაში ჩატარდა და საერთო ჯამში რამდენი ქულა მოიპოვეს მათ. ამისათვის ჯერ შევადგინოთ სატურნირო წრილი. სატურნირო წრილი გამოიყურება ასე 5 მონაწილე რადგან არის 5 5-ზე შევადგინოთ, პირველ ადგილზე, მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე, მეხუთეზე. აქ პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე. მაგალითად აი ამ უჯრაში ჩავწეროთ პირველის და მეორე მოთამაშის თამაშის შედეგი. გაჩნდება კითხვა, რომ პირველი და მეორე მოთამაშის შედეგი შეიძლება აქაც ჩავწეროთ, ხო? ნახეთ, პირველ და მეორე მოთამაშეს შორის რომელი უჯრა არის პირველ და მეორე მოთამაშეს შორის? ეს უჯრა და ეს უჯრა ორივე პირველი და მეორე მოთამაშეს შორის ერთ თამაშს ეკუთვნის. აქ ჩავწეროთ პირველი მოთამაშის მოპოვებული ქულა, აქ ჩავწეროთ მეორე მოთამაშის მოპოვებული ქულა. რომელი თამაში შეესაბამება ამ უჯრას? პირველი ეთამაშა პირველს, საკუთარ თავს ხომ არ ეთამაშებოდა, ამიტომ ამ უჯრას თამაში არ შეესაბამება, იგივენაირად ამ უჯრას
მესამეც არ ეთამაშებოდა თავის თავს, არც მეოთხე და არც მეხუთე. ხოლო თუ დავაკვირდებით, აქ ჩაიწერება პირველმა რამდენი ქულა მოიპოვა მეორესთან, აქ პირველმა რამდენი ქულა მოიპოვა მესამესთან, აქ პირველმა რამდენი ქულა მოიპოვა მეოთხესთან და აქ პირველმა რამდენი ქულა მოიპოვა მეხუთესთან და აქ დაიწერება პირველი მოთამაშის ჯამური ქულა. იგივენაირად მეორე მოთამაშისთვის მესამე, მეოთხე და მეხუთე. გარდა იმისა, რომ ჩვენ დავადგინოთ ვინ რამდენი ქულა აიღო, ჩვენ გვჭირდება სახელები და ქალაქები შეუსაბამოთ ერთმანეთს. ამიტომ განვავრცოთ ეს სატურნირო ცხრილი და დავუმატოთ, ასე ვთქვათ, ქალაქის გრაფა და სახელის გრაფა. სახელი ქალაქი. რამდენი თამაში პირველი კითხვა, რამდენი თამაში ჩატარდა, რამდენი ქულა გათამაშდა და როგორ შეიძლება განაწილებულიყო ქულები. ანუ პირველი კითხვა გვაქვს ასეთი. ქულების განაწილების შესახებ. ქულების განაწილება. პირველ რიგში რამდენი თამაში ჩატარდა 5 მოთამაშეს შორის. ნახეთ, თითოეული მოთამაშე პირველი ეთამაშა 4 მოთამაშეს, მეორე ეთამაშა 4 მოთამაშეს, მესამე 4, მეოთხე 4, მეხუთე 4. ანუ თითოეულმა მოთამაშემ ჩაატარა 4 თამაში. ანუ საერთოდ ჯამში 5-ჯერ 4, 20 თამაში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს მოთამაშეები ხო მარტო არ თამაშობენ, ანუ თითოეულ თამაშში მიიღო 2-მა მონაწილეობა, ესე იგი 20 უნდა გავყოთ 2-ზე. ანუ 10 თამაში ჩატარდა. მოდით მეორენაირად დავუყავოთ. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ აი ამ 5-5-ზე ცხრილში 5-5-ზე ცხრილში თითოეულ თამაშს შეესაბამება 2 უჯრა. მაგალითად, აი ეს უჯრა შეესაბამება, აი ეს უჯრა შეესაბამება მესამე და მეორე მოთამაშეებს შორის თამაშს. მაგრამ მეორე და მესამე მოთამაშეებს შორის თამაშიც იგივე არ არის, ანუ ეს უჯრაც. აი ეს 2 უჯრა შეესაბამება ერთ თამაშს. ანუ რამდენი უჯრაც არის, იმის ნახევარია თამაშების რაოდენობა. რამდენი უჯრა? 5-5-ზე კვადრატში თავიდან იყო 5-ჯერ 5 25 უჯრა. შემდეგ ჩვენ დიაგონალის 5 უჯრა გავაუქმეთ, რადგან საკუთარ თავს არავინ ეთამაშება. 25-ს გამოკლებული 5 არის 20 და 20 თავისუფალი უჯრა გვაქვს და თითოეულ თამაშს შეესაბამება 2 უჯრა. ანუ 20 უჯრას შეესაბამება 10 თამაში. დავადგინეთ, რომ ჩატარდა 10 თამაში. თუ დავაკვირდებით, თითოეულ თამაშში რა შედეგებია? მოგება, წაგება. ანუ ერთმა თუ მოიგო, მეორე მოიგებს, ხო? ქულები განაწილდება 1-დან 0. ერთმა თუ ყაიმი ითამაშა, უნებრივია მეორემაც ყაიმი ითამაშა. მაშინ ქულები განაწილდება 0.5, 0.5 და წაგება, მოგება 0.1. თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სამივე შემთხვევაში ქულათა ჯამი არის 1. ესე იგი, აქედან დასკვნა 10 თამაშიდან, რომელშიც თითოეულში თითო ქულა გათამაშდა საერთო ჯამში 10 ქულა. თამაში სულ
10 ქულა როგორ შეიძლებოდა განაწილებულიყო. კიდევმა მოთამაშემ 4 ქულა 4 თამაში ითამაშა, ესე იგი მაქსიმუმ თუ ყველას მოიგებდა დააგროვებდა 4 ქულას. მაგრამ ამოცანის პირობის თანახმად ყველა თამაში არავის მოუგია. ესე იგი 4 ქულა არავის არ აქვს. ესე იგი ყველაზე დიდი შეიძლება იყოს 3 ნახევარი ქულა, შემდეგ 3 ქულა, 2 ნახევარი ქულა, 2 ქულა, 1 ნახევარი, 1, 0.5 და 0. ასევე ამოცანის პირობის თანახმად ვიცით, რომ 0.5 ქულა ვიღაცას აქვს, კერძოდ ბათუმას. დარჩა 4 ადამიანის ქულა. თუ ვინმემ დააგროვა 0 ქულა, საერთო ჯამში რომ იყოს 10 ქულა და ყავდეს 0 ქულიანი და ნახევარქულიანი, ყველაზე დიდი რიცხვებიც კი რო ავიღოთ, 3 ნახევარი, 3, 2 ნახევარი, ნახევარი და 0 გამოდის 9 ნახევარი. ამიტომ მივიღეთ, რომ 0 ქულა არავის არ მიუღია. ახლა 3 ნახევრიდან 1-მდე ზემოდან ქვემოთ, აი ამ 6 სავარაუდო ქულას შორის ჩვენ უნდა ავარჩიოთ 4 ქულა ისე, რომ პლუს 0.5 გამოვიდეს 10. ანუ ამათგან უნდა ავარჩიოთ 4 ისეთი, რომელთა ჯამი იქნება 9 ნახევარი. ამათგან 4-ის არჩევა ჯობია რომელი ორი წავშალოთ ისვეძებოთ. ყველა ჯამი რამდენია, აბა? 3 ნახევარი, 3, 2 ნახევარი ეს ერთად არის 9, 11, 12 ნახევარი, 13 ნახევარია. იმისათვის რომ მივიღოთ 9 ნახევარი ქულა, უნდა მოვაკლოთ 4 ქულა. რომელი ორი რიცხვი შეიძლება წავშალოთ, რომ 4 ქულა დააკლდეს? 1 ნახევარი და 2 ნახევარი, ან 1 და 3. როგორც ხედავთ, აუცილებლად ვიღაცას აქვს 3 ნახევარი ქულა. ესე იგი, პირველ ადგილზე გასულმა მოიპოვა 3 ნახევარი ქულა. ვიღაცას აქვს 3 ან 2 ნახევარი. ვიღაცას აქვს აუცილებლად 2 ქულა. ვიღაცას აქვს 1 ან 1 ნახევარი. და ცხადია ბოლო ადგილს აქვს ნახევარი ქულა, რადგანაც 0 ქულიანი არავინ არ არის. მოკლედ, პირველ კითხვას პასუხი გავეცით, ქულების განაწილება თითქმის დავადგინეთ. თითქმის იმიტომ, რომ აი ეს ორი საკითხი არ გვაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ ამოცანის ამოხსნაში ეს ხელს არ გვიშლის ჯერჯერობით. ახლა გადავიდეთ მეორე კითხვაზე. ვინ დააგროვა 3 ნახევარი ქულა? ვინ შეიძლებოდა მოცემული 5 ადამიანიდან დაეგროვებინა 3 ნახევარი ქულა? მოდით ჩამოვწეროთ, ვინ გვყავს? ბაკური, გიორგი, არჩილი, დიმიტრი და დავით. 3 ნახევარი ქულა როგორ შეიძლებოდა დაგროვებულიყო? 4 თამაში. რა თქმა უნდა, 3 ცალი გამარჯვების 1 ქულით და 1 ყარით. ანუ 4 თამაშიდან არც ერთი არ უნდა წაეგო, რომ 3 ნახევარი დაეგროვებინა ვინმეს. შეიძლებოდა თუ არა ეს ადამიანი ყოფილიყო ბაკური. თუ ბაკური იქნებოდა, ვინც 3 ნახევარი ქულა აიღო, მაშინ ის გავიდოდა პირველ ადგილზე. ხოლო ახეთ მეხუთე წინადადებაში მეუბნებიან, რომ ხაშურელის შემდეგი ადგილი დაიჭირა ბაკურმა. და ამიტომ ბაკური ვერ იქნებოდა პირველ ადგილზე, შესაბამისად ვერ აიღებდა 3 ნახევარ ქულას. შემდეგ
დავაკვირდეთ მეორე წინადადებას. ბააკურმა მოუგო იმას, ვისთანაც ერთადერთი თამაში წააგო დიმიტრი. ანუ დიმიტრიმ ვიღაცასთან თამაში წააგო. თუ ერთი თამაში მაინც წააგო, ესე იგი ის სამნახევარკულას ვერ დააგო. შემდეგ არჩილმა ერთადერთი თამაში მოუგო ქუთაისელს და ქუთაისელმა ერთადერთი თამაში მოუგო დავითს. მესამე წინადადება ქუთაისელმა ერთადერთი თამაში მოუგო დავითს. ესე იგი დავითს უკვე აქვს ერთი წაგება ქუთაისელთან, ამიტომ ვერ დააგროვებდა სამნახევარკულას. ამავდროულად არჩილ მეოთხე წინადადება არჩილმა ერთადერთი თამაში მოუგო ქუთაისელს. ანუ არჩილს შეიძლებოდა დაეგროვებინა მაქსიმუმ ერთს დამატებული ნახევარს, ამიტომ მას ვერ ეკნებოდა სამნახევარი კულა, ესე იგი არჩილიც გამოიცა. აბა ვინ დარჩა? ვიღაცამ ხო აიღო ეს სამნახევარი კულა. ვინ აიღო სამნახევარი კულა? ბაკური არა, არჩილი არა, დიმიტრი არა, დავითი არა. ესე იგი გიორგი. ესე იგი გიორგი გასულა პირველ ადგილზე და აუღია სამნახევარი კულა. ეს საკითხიც გავიარეთ. მოდით შემდეგი კითხვა. ვინ არის ბათუმელი? ბათუმელი, რომელმაც დააგროვა 0.5 კულა. აი აქ ვინ უნდა ჩავწეროთ? ნახეთ. ბაკურმა მოუგო იმას და ასე შემდეგ. ბაკურმა ვიღაცას მოუგო, ხო? ესე იგი მას ერთი კულა აქვს აუცილებლად. ამიტომ ის ვერ იქნება ნახევარკულიანი. გიორგის ვიცით რომ სამნახევარი კულა აქვს, ამიტომ ისიც არ იქნება ბათუმელი. არჩილი მეოთხე წინადადებიდან არჩილმა ერთადერთი თამაში მოუგო ქუთაისელს. არა უშობა ვის მოუგო, ხომ მოიგო. ანუ ერთი კულა მაინც აქვს არჩილს, ესე იგი არჩილიც არ არის. დიმიტრი. ნახეთ ისევ მეორე წინადადებიდან ბაკურმა მოუგო იმას, ვისთანაც ერთადერთი თამაში წააგო დიმიტრი. ანუ დიმიტრიმ 4 თამაშიდან მაქსიმუმ 1 წააგო. ანუ ყველაზე ცოტა 3 თამაში ნახევარი კულით მაინც დაასრულა. ანუ დიმიტრიც გამოიცა. აბა ვინ დარჩა? ესე იგი ბაკური არა, გიორგი არა, არჩილი არა, დიმიტრი არა, ესე იგი დავითი. დავითი ყოფილა ის ადამიანი, ვინც აიღო 0.5 კულა და გავიდა ბოლო ადგილს. ესეც ასე. შემდეგი კითხვა რა შეიძლება ასე ვთქვათ გამოჩხრიკოთ და ვიპოვოთ. მოდით ნახოთ ვინ არის ის ერთადერთი ვისაც მოუგო ბაკურმა და ერთადერთმა მოუგო დიმიტრის. ვინ არის ერთადერთი? ბაკურმა მოუგო იმას, ვისთანაც ერთადერთი თამაში წააგო დიმიტრი. შეიძლება თუ არა ეს ერთადერთი იყოს გიორგი. გიორგი ვერ იქნება, რადგანაც გიორგის წაგება საერთოდ არ აქვს. გიორგის აქვს სამნახევარი კულა და წაგება არ აქვს. ამიტომ გიორგი არ არის. ბაკურმა მოუგო იმ ერთადერთს, ხო, ესე იგი თვითონ ბაკური ვერ იქნება, თავის თავს ხომ არ მოუგებდა. კარგით. დავითი მაგალითად. დავითი იქნება ის ერთადერთი? იმ ერთადერთმა მოუგო დიმიტრის, ასეა, ესე იგი თუ იმ ერთადერთმა მოუგო დიმიტრის,
ესე იგი ერთგულას მოიპოვებდა და ერთგულას თუ მოიპოვებდა დავითიც ვერ იქნება. ის ერთადერთი ისევ და ისევ მოუგო დიმიტრის, დიმიტრი საკუთარ თავს ვერ მოუგებდა, ამიტომ დიმიტრიც არ იქნება. ესე იგი ის ერთადერთი ყოფილა არჩი. ერთადერთი არის არჩი. მოდით დავაკვირდეთ. არჩილმა ერთადერთმა მოუგო დიმიტრის. ასეა? ეს ნაწილი წავშალოთ. და განვიხილოთ დიმიტრის თამაშები. დიმიტრი ვისთან ითამაშა? დიმიტრი გიორგისთან, ბაკურთან, არჩილთან და დავითთან. აღეთ? დავადგინეთ, რომ არჩილი ერთადერთია, ვინც მოუგო დიმიტრის. ანუ აქ 0-1 გადაწყვიტა ქულები. მაგრამ ამავდროულად მეოთხე წინადადებიდან არჩილმა ერთადერთი თამაში მოუგო ქუთაისელს. და თან არჩილმა მოუგო დიმიტრის. ესე იგი დიმიტრი არის ქუთაისელი. დიმიტრი არის ქუთაისელი და შემდეგ ქუთაისელმა ერთადერთი თამაში მოუგო დავითს. ანუ დავითთან დიმიტრი ქუთაისელმა დიმიტრი მოიგო. ნახეთ, დიმიტრიმ ერთადერთი თამაში წააგო და დიმიტრიმ ერთადერთი თამაში მოიგო. ანუ დანარჩენი თამაშები რა ქნა დიმიტრიმ? ცხადია ითამაშა ყაიმი. ანუ ნახევარი ქულა გაუნაწილდათ. გიორგისთან და ბაკურთან. ნახეთ, ჩვენ დავადგინეთ დიმიტრის ყველა თამაშის შედეგი და შესაბამისად ვიცით დიმიტრიმ რამდენი ქულა დააგროვა. დიმიტრიმ დააგროვა ნახევარი 0 და 1. ანუ დიმიტრიმ დააგროვა 2 ქულა. და ჩვენ ცხლში 2 ქულა დააგროვა მესამე ადგილოსანი. ესე იგი ეს არის დიმიტრი, ის არის ქუთაისელი, ქუთაისი, გიორგისთან ითამაშა ყაიმი, ანუ გიორგიმაც დიმიტრისთან ითამაშა ყაიმი. შემდეგ ბაკურთან ითამაშა ასევე ყაიმი, ესე იგი ბაკურმაც ხო, არ ვიცით რომ ბაკური აქ არის. არჩილი და ბაკური არ ვიცით, მაგრამ ვიცით სად არის დავითი. დავითთან ითამაშა მოგებით და დავითმა აიღო 0 ქულა. ესე იგი, რადგან გიორგის ნახევარი ქულა დავადგინეთ სად არის მოპოვებული, დანარჩენი 3 ქულა გიორგი მოიპოვა გამარჯვებებით და ესე იგი მეორე ადგილთან გაიმარჯვა, ესე იგი მეორემ აიღო 0 ქულა, მეოთხე ადგილთან გაიმარჯვა, აქაც მეოთხემ აიღო 0 და დავითთან გაიმარჯვა, აქაც აიღო 0 ქულა. ახლა ვნახოთ, ვინ შეიძლება იყოს ხაშურიდან. მეხუთე. ვინ არის ხაშურიდან? დავაკვირდეთ მეხუთე წინადადებას, რომ ხაშურელის შემდეგი ადგილი დაიკავა ბაკურმა. შეიძლება რომ ხაშურელი იყოს დავითი? დავითი უკვე ბათუმელი არის და ხაშურელი ვერ იქნება. შეიძლება თუ არა ხაშურელი იყოს მეოთხე ადგილოსანი. მეოთხე ადგილოსანი რომ ყოფილიყო ხაშურიდან, მაშინ მას შემდეგ ბაკური უნდა ყოფილიყო. ანუ ესეც გამოეცა. დიმიტრიც უკვე ვიცით ქუთაისიდან არის, ესე იგი ის ხაშურიდან არ არის. შეიძლება თუ არა მეორე ადგილი იყოს ხაშურიდან.
მას შემდეგ არის დიმიტრი და ხაშურელი რომ ყოფილიყო, უნდა ყოფილიყო მას შემდეგ ბაკური. ამიტომ მეორე ადგილიც გამოიწყო. დარჩა რომ გიორგი არის ხაშური. თუ გიორგი არის ხაშურიდან, მაშინ ხაშურის შემდეგ არის ბაკური და ბაკური ყოფილა მეორე ადგილას. ახლა ჩავწეროთ რომ დიმიტრი და ბაკურის შორის თამაში დამთავრდა აიმით, ანუ 0.5, ხოლო მეოთხე ადგილზე დასულა არჩილი, რამდენი ქულით, არ ვიცით, მაგრამ დიმიტრის და არჩილს შორის თამაში დასრულდა არჩილის გამარჯვებით. აი ეს. ძალიან ცოტა რამ დაგვრჩა დასადგენი. ნახეთ, ბაკურს საერთო ჯამში 2-ზე მეტი ქულა უნდა ჰქონდეს, ხო? იმიტომ რომ დიმიტრის აჯობა მეორე ადგილზე გავიდა და დიმიტრის აქვს 2 ქულა. ერთადერთი შემთხვევა, რა შემთხვევაშიც ეს გამოდის, რომ დარჩენილ ორ თამაში ბაკურმა უნდა მოიპოვოს თითო ქულა. რადგან ბაკურმა თითო ქულა მოიპოვა, ან არჩილთან 1 ქულა მოიპოვა, ესე იგი არჩილმა 0 ქულა მოიპოვა ამ თამაშში და მეხუთე ადგილთან, ანუ დავითთანაც ბაკურმა აიღო 1 ქულა, ესე იგი დავითს დარჩა 0 ქულა. დაგვრჩა ერთადერთი თამაში არჩილსა და დავითს შორის გასარკვევი და ორივეს თავიანთ საბოლოო შედეგამდე არჩილს არ ვიცით ან 0 აკლია ან ნახევარი ქულა, მაგრამ დავითს ასახად აკლია ნახევარი ქულა, ამიტომ დავითმა აიღო ნახევარი ქულა. ესე იგი არჩილსაც ნახევარი ქულა აუღია, ესე იგი მას ჰქონია 1 ნახევარი ქულა, ბაკურს ჰქონია 2 ნახევარი ქულა და დაგვრჩა დასადგენი ბაკური და არჩილი ვინ საიდან არის. და აი აქ გვეხმარება მე-7 წინადადება, რომ თბილისელს ნაკლები ქულა აქვს ვიდრე სოხუმას. ესე იგი, უფრო მაღალ პოზიციაზე ყოფილა სოხუმელი, ხოლო არჩილი გამოდის თბილისში. თუ დააკვირდებით, ამ ამოცანაში დავადგინეთ ყოველ წყვილს შორის ჩატარებული თამაშის შედეგი, დავადგინეთ თითოეული მათგანის ადგილი და ქულა, დავადგინეთ თითოეული მათგანის წარმომავლობა, ვინ რომელი ქალაქიდან არის და ამისათვის დაგვჭირდა მხოლოდ 10-ის ფარგლებში შეკრება და გამოკვლევა.